მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ნუ ახალი ლოზუნგი იმდენად ახალი არ არის. ჩვენ ყოველთვის გვინდა მაგათი გადადგომა, იმიტომ რომ ჯერთი საიდან უნდა გადადგნენ, როცა არჩეულები არ არიან, არა, მაგრამ რაც ჩაიგდეს ხელში თავისი ტერორისტული საქმიანობები და თავისი გენით, ნუ უნდა დაგვიბრუნონ ჩვენი თავისუფლება. ეს ერთი და ეხლა რაც შეეხება რუსთაველის აქციებს, რა არის თითქოს მდუმარი აქციებია, თითქოს არაფერი არ ხდება, მაგრამ სინამდვილეში ძალიან დიდი რამ ხდება. ძალიან დიდი რამ ხდება, უკვე 156 დღე იყო დღეს, გადაიკეტა რუსთაველი, იქ არის ძალიან ისეთი მომართული ადამიანები, ვისაც ბრძოლის ხასიათზეა. ერთი დაძახება უნდა და ყველანი, რა ვიცი, რაღაცას გააკეთებენ, უბრალოდ იციან, რომ ჯერ ჯობს მდუმარეთ აქცია მოვაწყოთ. და ეს აქციები აკეთებენ იმას, რომ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც არავინ მათ არ ცნობთ და იმასაც თუ გინდათ, რომ ეს დაკავებები დაიწყო, იმიტომ უკვე ნერვები ღალატობს უკვე ამათ. აღარ იციან უკვე ვინ დაიჭირონ, როგორ დაიჭირონ, რატომ დაიჭირონ. რა არის ვიკა მე ყველაზე ძალიან მე ხა რასაც უყურებდი დღეს და აი რუსთაველზე რაც ხდებოდა, იცით რამაც უხებს ჩვენ მომავალში როდესაც შეიცვლება ეს და წავლენ ესენი ეს ხუნტის ბრბო ეს რომელიც შემოესია საქართველოს ოცნება მყავს ხედელობაში როდესაც ესენი წავლენ ჩვენ მართლა გვჭირდება პოლიციელები ნამდვილი პოლიციელები ვინც დაიცავენ კანონს და ეს ნამდვილი პოლიციელები ახლა არიან ის ახალგაზრდა ბიჭები რომლებიც არავით არის ისინი არ აქვთ ფორმა და ნუ არ აქვთ ეს წოდება ჯერჯერობი და უბრალოდ ახლა იწყებენ. აი ისინი რო უყურებენ ახლა ამას და მონაწილეობას ღებულობენ აი ამ უსამართლობაში. აი მე ძალიან ეჭვი მეპარება რომ მათგან მეერე კარგი პოლიციელი გამოვიდეს. ამიტომაც აი რაღაცნაირად უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენ ამ ბიჭებს რომ ამათია მომავალი ამათ ხელშია და რაღაცნაირად რომ გვჭირდება ჩვენ მე სამართლიანი პოლიციელები გვჭირდება სამართლიანი. ბატონ პატა, ახლა ის უნდა კითხოთ, რასაც არ ვიცი, უკვე ხშირად ვეკითხებით ხოლმე სტუმრებს. ერთია რუსთაველის პროტესტი, რომელსაც ყველანი ჩვენ მივიჩვევთ უმნიშვნელოვანესად, სხვათა შორის პატიმრებიც იწერებიან, მუდამ ამბობენ, რომ ყოველთვის როცა რუსთაველის გამზირი, სანამ რუსთაველის გამზირი იკეტება, ეს არის უზარმაზარი იმედი, რომ ყველაფერი მართლაც იქნება კარგად და გამარჯვებით დასრულდება ეს ბრძოლა, მაგრამ ამ პროტესტის ავანგარდში არ არიან პოლიტიკოსები. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს ახლა, როგორ უნდა დავუბრუნოთ ამ პროტესტს პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური პროცესის პარალელურად როგორ უნდა მიმდინარეობდეს ეს ყველაფერი არის თუ არა ეს მართლა ძალზედ მნიშვნელოვანი თქვენ რა გამოსავალს ხედავთ თუ არა არ ვიცი გამოსავალს ნუ ეხლა ყოველ საღამოს იქ მიდის მაგაზე საუბარი ყოველ საღამოს ჩვენ იქ რა ვიცი ჩვენ თავს უძახით რუსთაველის გამზირი რაღაცნაირად მეღიმება მართალი რომ გითხრათ რუსთაველის გამზირი გაერთიანება რუსთაველის გამზირი და ყველა ერთმანეთში ვსაუბრობთ ეხლა ყველა იქ როგორ რას ამბობენ აი ყველა საღამოს არის აი 1000-1500 ადამიანი რა და აი ყველა სახეზე უკვე ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს ვსაუბრობთ უკვე ვესალმებით სახელებითაც კი ვიცი მე უკვე ბევრი მათგანი რა არიცით ერთხელ კარგია რომ პოლიტიკური პროცესი არ არის ეს და პოლიტიკოსები არ არიან იმიტომ რომ ეს არის სახალხო აქცია მართლა რომელიც ხალხი არ ეგუება რომელიმე პოლიტიკური პარტია კი არა არამედ ხალხი არ ეგუება იქ ყველანი არიან ზვიადისტებიდან დაწყებული გულისხმობ პარტიული არა ზვიადისტებიდან დაწყებული ყველა პარტიის რაღაც მხარდამჭერი რაღაც ყველანი არიან იქა და ჩვენ ეს იქნება მამუკას პარტია ეს ლელო იქნება თუ 4 ნომერი თუ 5 ნომერი ყველანი ერთმანეთს ურიგდებით ერთ რამეში რომ ჩვენ გვინდა ამ რეჟიმის მოშორება იმიტომ რომ ესენი არიან ამ ქვეყნის დამაქცევები რომელიც ყველას გვეწინააღმდეგება ამიტომ არის ძალიან ერთიანობა ერთხელ ეს კარგია მე ვარ მხრივ რა თქმა უნდა ყველანი ვცდილობთ როგორმე გამოვიყვანოთ ეს პოლიტიკოსები რომ რაღაცნაირად ისა და მე მგონი ამის უკვე არის ამის ნიშანწყალი და ცოტა ხანში არა, მაგრამ რამდენიმე ხანში ახალ სახეებს არა მე გულისხმობ იმას რომ ჩვენ გავაერთიანებთ ამ 4 პოლიტიკურ პარტიას რომ გამოვიდნენ და
ეს ერთ-ერთი გამოსავალი. ყოფი ხალხის დაკვეთა ეს არის. ხალხის დაკვეთა არის, რა თქმა უნდა. ნუ ეხლა კიდე ყალიბდება ახალი პარტიები, მაგრამ სანამ ეს ახალი პარტიები ჩამოყალიბდებიან კარგად და დაიწყებენ უკვე ერთობლივად მუშაობას და რაღაცა პროგრამას დადებიან, რომელსაც ხალხს გააცნობენ. ჩვენ ყავს ეს 4 პარტია, რომელიც შესულია, ფაქტიურად, პარლამენტის წევრები არიან. და ამიტომ მათი გაერთიანება ჩემს აზრით არ არის მოხსნილი დღის წესრიგიდან და ეს იქნება ძალიან კარგი და რა ვიცი მეც ჩვენ მეც ვღებულობ ამაში მონაწილეობას როგორმე ერთმანეთს შევახვედრო და იმიტომ რომ საჭიროა ერთიანობა საჭიროა. ბატონ პატა თვითმმართველობის არჩევნებზე თქვენი პოზიცია როგორი არის და ფიქრობთ თუ არა რომ არ ვიცი ეს არის დაუშვებელი ანუ ეს გამოიწვევს უდიდეს ფრუსტრაციას თუ კი რომელიმე პარტია მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას თუ არსებობს რაღაცა ტიპის წინაპირობები იგივე მაგალითად მე დავასახელე წინა სტუმართანაც პატიმრების გათავისუფლება კანონების გაუქმება, იგივე საარჩევნო არ ვიცი კანონმდებლობის იმგვარად მოწესრიგება, რომ შანსი გაუჩნდეს ოპოზიციურ პარტიებს. აი მოიცა თქვენ რაც თქვით ახლა დავიწყოთ თავიდან, პატიმრები რო იყოს თქვათ ისა, რომ აი პატიმრებს გავანთავისუფლებთ. ჩვენ ხო ვიცით ვისთან გვაქვს საქმე, ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან საქმე. გაანთავისუფლებს 50 პატიმარს, როგორც ჩატარდება ეს არჩევნები, 150-ს დაიჭერს. მე ველოდოთ ახალ არჩევნებს, რომ ის 150 გაანთავისუფლოს, ეს 100%-იანად ვიცით, რომ ასე იქნება. მათ ერთი სიტყვის ნდობა არ შეიძლება, ჯერ ერთი. მეორეც ერთი არ შეიძლება დღეს ლეგიტიმობა მისცეთ ჩვენ მაგას, როგორც კი შევალთ ამ არჩევნებში, თვითმმართველობის არჩევნებში, ესე იგი უკვე ლეგიტიმაცია აქვს წინა არჩევნებს. ეს ორი. მესამე, რა გარანტია გვაქვს, რომ რამეს ნორმალურად ავირჩევთ. ამ არჩევნებით, რაც ამ სისტემით და ამ ცესკოს წარმომადგენლებით ეს ხო გამორიცხულია. დაიწერენ უფრო მეც ვიდრე დაიწერეს. თუმცა აი ეს არგუმენტი, რასაც თქვენ საუბრობთ, ეს არგუმენტი შეიძლება ნებისმიერმა ადამიანს ჰქონდეს, ვინც ახალ არჩევნებს ითხოვს და უფრო სწორედ ვერ ხვდება, რატო ითხოვს ხალხი ახალ არჩევნებს. ასეთებიც არიან, რომ რა გარანტია მაქვს მე, რომ კალანდარიშვილი, რომელიც დღეს სხვათა შორის ევროკავშირს ბოდის ვიხდი ჟარგონზე და აი რაღაცა ქუჩურად ებლატავებოდა, სხვა არ ვიცი ხა რა სიტყვა მას თქვნა, მოვიფიქრო, პრაქტიკულად აი ეს ესაუბრება ევროკავშირს იმ მოთხოვნებზე, რაც მის მიმართ არის, აი რა გარანტია გვაქვს, რომ აი ეს კაცი ჩაატარებს ახალ არა, როდესაც ლაპარაკია ახალ არჩევნებზე, ის ავტომატურად იქ ლაპარაკია პარალელურად იმაზე, რომ ცესკო უნდა შეიცვალოს. სხვანაირად არჩევნებს საერთაზე არ აქვს. საერთაზე არ აქვს. მე დარწმუნებული ვარ, ეხლა რომ დღეს რო არჩევნები ჩაატარო და ეხლა რაღაცა ის იქნება, დაიწერენ 95%-ს და რა შეუშლით ხელს, არაფერი არ შეუშლით. აიგებ და დაწერენ და ვრჩევენ. ამიტომაც, როცა ვლაპარაკობთ ახალ არჩევნებზე, აბსოლუტურად ახალი სისტემით, ახალი ცესკოთი, ახალი ყველაფრით. ეს უნდა ყველაფერი. ხო, მაგრამ აი ამას თვითმმართველობის არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი ახალი სისტემით, ახალი თვითონ თვითმმართველობა ჩემის აზრით, ეხლა მე მაქვს ჩემი აზრი. თვითონ ეს არჩევნები უკვე ლეგიტიმაციას ადლებს აი წინა არჩევნებს და ჩემი აზრით ეს არის და ესე თმობა და მათ თამაშში შესვლა. მათ თამაშში შესვლა არის და ეს გამოუშვებენ 50 კაცს დაიჭერენ 150. ბატონ, პატიმრებს ასეთყობთ, გვიყურებენ. გვიყურებენ? ბატონო, მე ვიტყოდი ერთ რამეს, რომ ჩვენ ვიცით რისთვის ხართ თქვენ მაგ. ვიცით როგორ ემსახურებით ჩვენს ქვეყანას ციხიდან. ჩვენ ყოველ საღამოს ვცდილობთ, ეხლა ჩვენ როცა ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ მთელი ჩვენი რუსთაველის პროექტის სახელით. ცოტა მეც ვიღებ ჩემ თავზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იქაური ადამიანი, ვინც კი გამოდის საპროტესტოდ, აი ამას იტყოდა, რასაც მე ვიძახი, რომ ჩვენ ვიცით, რომ ერთი დღეც რო არ გადაიკეთოს რუსთაველი, თქვენ მოგემატებათ კიდე სასჯელი. ამიტომაც ჩვენ ყოველ საღამოს ვცდილობთ კი არა, ვალდებულები ვართ, რომ ეს მოხდეს და ეს მოხდება კიდევაც, სანამ თქვენ არ განთავისუფლდებით. ჩვენ აქ არ დავანებებთ თავს, აქ ვიბრძოლებთ ყველანი. ისე რომ, რა ვიცი, ჩემი მხარდაჭერა თქვენ ყველანაირი და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. და ვიღაცას უნდა გაეკეთებინა ეს საგმირო საქმე, რომ დაარიყო ციხეში ამ ტერორისტების წინააღმდეგ და თქვენ მოგიწიათ. ერთ მხრივ ძალიან ძნელი ამის გადატანა, მეორე მხრივ თქვენ მაინც გმირები ხართ, რომ მაგ ხართ და ის რომ ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ. მადლობა.